მოგესალმებით კოლეგებო, ჩვენ ახლა შევიკრიბეთ მესამე მოსმენის რეჟიმში. დღეს წარმატებით გაიარა მეორე მოსმენა აღნიშნულმა კანონ პროექტმა და ახლა ბატონ ზაზავს ხო მესამე მოსმენისათვის თუ რა მეცვლებებია განცდილი ამ კანონ პროექტს, ამ პაკეტში შემოვა კანონ პროექტებს მოგახსენოს. მადლობა ბატონო ვლადიმერ, მინდა გითხრათ რომ კანონ პროექტში შემავალ ამ პაკეტში შემავალ კანონებს რაიმე რედაქციული ცვლილება არ განუცდია. ხელ გვეოქვისათვის პირველი ნაწილი გახат პირველი პაკეტის პირველი კანონ პროექტი ნარკოტიკული საშუალების ფსიქოტროპული ნივთიერებების პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს განში ცვლილებების შეტანის თაობაზე მესამე მოსმენისათვის რაიმე ცვლილებას ადგილი არ ქონია. დიდი მადლობა. პაკეტში შემოვალი მეორე კანონ უკაცრავ კომიტეტის წევრებს რამე შენიშნა ხო არა გაქვთ ან მოსაზრება? მადლობთ. მეორე კანონ პროექტი ამ პაკეტში შემოვალი გახალ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე? არა, არც ამ კანონში. რაიმე ცვლილება არ განუცდია. კომიტეტის წევრებს რაიმე შენიშნა ხო არა გაქვთ ან მოსაზრება? და მესამე კანონ პროექტი ამ პაკეტში შემოვალი გახლავთ საჯარო შესყიდვების შესახებ საქართველოს განში ცვლილებების შეტანის თაობაზე? ბატონ ზაზა? არც ამ კანონში რაიმე ცვლილებას ადგილი არ ქონია. კომიტეტის წევრებს რამე შენიშნა ან მოსაზრება ხო არ გაქვთ? მადლობთ. რადგან საბოლოო სიტყვისთვის თუ შეიძლება ვთქვა, პირველ რიგში მინდა მადლობა უთხრა სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ყობახიძის ამ კანონ პროექტისთვის, ამ პაკეტისთვის ინიციირებისათვის, რომელიც დაინიცირა წინა კვირაში მთავრობის სრულშემადგენლობას, რა თქმა უნდა, ჩვენს მომიჯნავე სამინისტროს, ჯანმრთელობის და სოციალურ საქმეთა სამინისტროს მისი ხელმძღვანელით, ბატონ მიხეილ სარჯოლაძის თამადობით ესე ვიტყოდ და რა თქმა უნდა, ყველა პარლამენტის დეპუტატს, აპარატს, რომელმაც ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ, რათა ეს კანონ პროექტი სრულყოფაში მოგვეყვანა. მადლობა ყველა ინიციატორს, მადლობა ყველა მხარდამჭერს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობაც ახლა გვისმენს, რომ ამ კანონ პროექტის ხელშემწყობი დაწყებული მთავრობინა და დამთავრებული თითო საქართველოს მოქალაქით იქნება ყველა ადამიანი, რათა ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონი, რომელიც პრაქტიკულად ხელს უწყობს ჩვენ მომავალ სახელმწიფოს, ჩვენს მომავალ თაობას და ეს არის უმნიშვნელოვანესი კანონ პროექტი, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ ნარკომანიით დასნეულთა ადამიანებს, რჩება ყველაფერი ეს კურნალობა, რაც იყო, იცით პროექტში, ყველაფერი ოღონდ გადმოდის სახელმწიფოს ხელში და მე მინდა უსურვო ჩვენს ქვეყანას წარმატებები ამ გზაზე, არაერთი წარმატება გვაქვს, ვიცით, რაც აგვაქვს წარმატებები ამ ბოლო დროს, თუნდაც გუშინდელი გამოქვეყნებული რეიტინგები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ნარკომანიასთან ბრძოლაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული ქვეყანა ვიქნებით, ისევე როგორც ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის მიმართულებით. მადლობა კომიტეტს, თითოეულ წევრს, თქვენ და ყველა კომიტეტის წევრს მხარდაჭერისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი კომიტეტი არაერთ მნიშვნელოვან კანონ პროექტს მიიღებს კიდევ. დიდი მადლობა. უმეტეს მადლობა ბატონ ზაზა და ვისარგებლებ მე შემთხვევით ერთ სიტყვას, მარტო ერთ სიტყვას. ჩვენ ბევრი ვართ. მოსახლეობას მიმართავ. დედამიწის მოსახლეობას ბევრი ვართ. თუ ეხლა ყველა შევიკრებით ყველა დონის ხელისუფლის დონეზე, აღმასრულებლის, კანონმდებლის, სამოქალაქო აქტიურობის, მეცნიერების, ექიმების, იმ ადამიანების შველისათვის ერთმანეთს ხელს ჩავჭიდებთ, ამ მდგომარეობის შველის დასაწყისი მაინც უნდა იყოს და ეს გადატყმული ნაბიჯი სამაგალითო დანარჩენი ქვეყნებისათვის. დიდი მადლობა, განსაკუთრებული მადლობა საკითხის გამომტანს, კომიტეტის სახელით, პარლამენტის სახელით. ბატონ ზაზა, თქვენი ტრიბუნაზე დგომა იყო სამაგალითო, იმიტომ რომ ამ საკითხის სწორად მიწოდება მოსახლეობისათვის, ჩვენი ნაფიქრის შეზავებული საკითხით მიწოდება მოსახლეობისათვის ძალიან გადამწყვეტი იყო და მადლობა ამ თქვენი საკითხისათვის. მადლობთ. ეხლა შევასრულებ პროცედურას. კენჭის ხალხზე უნდა დავაყენო ეს საკითხი, პაკეტში შემოვალი სამივე კანონ პროექტი და ამიტომ კომიტეტის წევრებს ვთხოვთ მხარდაჭერას. პირველი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ საქართველოს განში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ვინ არის მომხრე მხარდაჭერის? დიდი მადლობა. თავი არავის არ შეუკვებია, წინააღმდეგი არავინ არ არის. მადლობთ.
მეორე კანონ პროექტს ვაღენებ კენჭის დღეზე, პაკეტის შემავალს, სახელმწიფო შეზღუდვების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი თავი არავის შეუკავებია, კანონ პროექტი მიღებულია და მესამე კანონ პროექტი პაკეტიდან საჯარო შეზღუდვების შესახებ საქართველოს კანონის ცვლილებების შეტანის თაობაზე ვინ არის მომხრე? ერთხმად არის მიღებული, თავი არავის შეუკავებია, წინააღმდეგი არავინ არ არის. მადლობთ, მიულოცავ ჩვენს მოსახლეობას და მიულოცავ ყველა დაინტერესებულ პირს ამ კანონს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტის სესიაზე ერთხმად იქნება მხარდაჭერილი ეს აღნიშნული ცვლილებები. ბატონ ზაზა, ვისარგებლებ ბატონ ლადო. მინდა გითხრათ, რომ ამით საგაზაფხულო სესია დღეს სრულდება, რიგარეშე სესიაც. და მადლობა უთხრა თითოეულ კომიტეტის წევრებს, დეპუტატებს, აპარატს. მინდა მადლობა უთხრა ჩვენ სტაჟიორებს, რომელიც აი თითქოს უკვე 3 თვეა ჩვენთან მუშაობენ და მადლობა თანამშრომლობისთვის, წარმატება გისურვოთ თქვენს საქმიანობაში. მადლობა, რომ ჩვენს გვერდით იყავით. პარლამენტი სულ ღია, თქვენაერი მაგარი ახალგაზრდა ადამიანებს, ისე როგორც თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის და გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენი კომიტეტი არამთავრებს ამით მუშაობას, გვექნება კიდევ გასვლითი შეხვედრები და სექტემბრიდან საშემოდგომო სესიას ისევ წარმატებით გავაგრძელებთ მუშაობას. მადლობა თითოეულ თქვენგანს. მშვიდობა თქვენს ოჯახებს და გამარჯვება საქართველოს. მადლობა.